ბაჰარი. გმადლობთ. დიდი მადლობა. რა მოხდა? ადვოკატმა რა გითხრა? დაველაპარაკე. ყველაფერი ავუხსენი. მკითხა დარწმუნებული ვარ თუ არა ჩემს გადაწყვეტილებაში. მუთხარი რომ ვარ. ისიც უთხარი რომ თარიქის თანახმაა. მიხარია, იმედია ასე იქნება. საბუთებს ხელი უკვე მოვაწერე, მაგრამ განქორწინების ცნობა პირველი მოსმენითვე რომ ავიღოთ, საბუთებს ხელი თარიქმაც უნდა მოაწეროს. ადვოკატი მასაც დაურეკავს. კარგია ერთმანეთის ნახვა რომ არ მოგიწევთ. ხო, კარგია, მადლობა ღმერთს. წავიდეთ. Alo? ალო, დემირ. ჩემს საქმეს მოურჩი, მალე წამოვალ. შენც მალე მოდი. ინტერვიუს სასაღებად მოდიან. ჩემი ყოფნა აუცილებელია? ეს ხომ შენი ინტერვიუა? რა თქმა უნდა, აუცილებელია საყვარელო. ინტერვიუზე ჩემ გვერდით უნდა იჯდე. მართალია რუბრიკის სტუმარი მე ვარ, მაგრამ შენ ჩემი საქმრო ხარ. მარტო ხომ არ დამტოვებ. თუ ასე მოიქცევი თავს მარტოდ ვიგრძნობ. არა პროგნოზირებადი ვარ. არავინ იცის რას ვიზამ. კარგია ისუნ, მოვალ. შერებ, განსაკუთრებული ადამიანი ხარ. მიხარია რომ ჩვენ გვერდით ხარ. აითენ, ასე როგორ მოიქეცი, ის ტიპი ვინ იყო? შერებ, გაგიჟდი? შენ ვინ გეკითხება? ვინ ხარ ანგარიშს რომ თხოვ? ილუზიას ნუ იქმნი, საკმარისია. თავი დამანებე, შერებ. იცოდე მთელს უბანს თავზე დაგაყენებ. გამიშვი. მიდი, დამაყენე. შენი საქციელი ნორმალურია, ჯერ ჩემს გრძნობებზე ითამაშე, მერე კი მიმატოვე. იცოდე, შენც დაგუყავ და თავსაც დავიღუპავ. შერებ, ხელი გამიშვი. არის საქვინმე. დამეხმარეთ, გთხოვთ. გამიშვი. მიშველეთ. ხელი გამიშვი. გოგოს თავი დაანებე. შენ ვინ ხარ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ? გაიარე, თორემ მოკლავ.
გამარჯობა შერეფ. გამარჯობა ბაჰარ. რაღაც მინდა გითხო. ჩემი ოთახის გასაღები დავკარგე. რა უნდა ვქნა? ზენგალი ხომ არ გამოვიძახოთ? ზენგალი რა შეგჭირდება? ყველა ოთახის სათადარიგო გასაღები მაქვს. ძალიან კარგი. ესე იგი პრობლემა მოგვარებულია. თუ გინდა მოგიტან. არა, კიდევ მოვძებნი. თუ ვერ ნახავ გეტყვი. კარგი? კარგი ბაჰარ. ბაჰარ მაპატია, უნდა ვუპასუხო. კარგი, მაინც ოთახში ავდიოდი. გასაგებია. როგორც შევთანხმდით. სად შეიძლება გასაღები იდოს? აი ისიც. რა ხდება? ესენ? რა ხდება? ტელეფონს რატომ არ პასუხობ? რამდენჯერ დაგირეკე? სახლი გამვლელებმა მომასწავლეს. მეძინა, რა ხდება? კატალოგისთვის ახალი სამუშაო გამოჩნდა. კარგი, მაცალე, გონს მოვიდე. რაკენი მოუბოდიშე? ისინი არც მინახავს. მოვედი რომ დავლოდებოდი, მაგრამ ჩამეძინა. ეს რა არის თარიკ? ლექსების წერა დაიწყე? მე არა, ოჟჯანი წერს. ოჟჯანის პოეზია. ის ძალიან სენტიმენტალურია, ლამაზი ფრაზები ეხერხება. ძალიან სენტიმენტალურია. შეხედი აქ რა წერია? რა წერია? ლექსია. რა არის სასაცილო თქვი? პირველ ასოებს დააკვირდი. შენმა საუკეთესო მეგობარმა შენს ცოლს ლექსი მიუძღვნა. თუ ხელ გადავწყვიტეთ, რომ თარიქისთვის არ დაგვეწყო იმის მტკიცება, რომ რომანი არ გვაქვს. მესმის, რომ შენთვის ეს არაკომფორტულია. თუ ეს სიტუაცია გძაბავს, ვალდებული არ ხარ. რაღაც პერიოდი ერთმანეთს ნუ ნახავთ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო სიტუაციებს არ ეხება, თუ დაგჭირდები დამირეკე, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ერთმანეთი არ ვნახოთ. რა სიტყვი? შენი კარგად მესმის ჰაზან. მართლა კარგად მესმის. არ იღელო, კარგი? არ იღელო, ნახვამდის.
დამჭირს. არა. ჩემს მას პრობლემას ვერ შევუქმნი. ყველაფერი რიგზეა. კარგად ვარ. რა საშინელებაა. ჩემი ჯიქაც კი მე უნდა ავიღო. ეს რა არის? ამას შუა ოთახში რა უნდა? ჰაჯერ ხანიმ, რა გააკეთეთ მთელი წყალი დაღვარეთ? დამნაშავე მე ვარ? მან თქვენ დადგით. დამნაშავე არ ხარ? სპეციალურად გააკეთე. სპეციალურად რატომ უნდა მეკნა? ენა გააჩერე, ბევრს ვლაპარაკობ. რომ არ გავაჩერო რა სიზამ? ფამუქანიმ, რა მოხდება რომ არ გავჩერდე? გაჩერდით. რა მოხდება მეთქი? რატომ მიწვევ? საკმარისია. თავს მაცემინებ. მოდი აქ. მოდი აქ. მოდი ზვირფასო, მოდი. ჰაჯერ ხანიმ, საკმარისია, დამშვიდით. მოწმენდილი იატაკი და მიფინძურე. ღვთის გულისათვის გაჩერდით. მე შენ გიჩვენებ სეირს. რას მე მუქრები ენა გააჩუმე? ფამუქანიმ. უზრდელი. უზრდელი შენ ხარ. ვერ გადამირჩები. რას ამბობ? მართლა მცემ? ხო, მართლა გცემ. აბა სცადე. გაიწია უნდა მოვკლა. ფამუქანიმ დამშვიდით. იატაკის დასვლა როგორ გაბედე? მოდი, მოდი, მცემე. მოდი. ფამუქანიმ გაჩერდით. მაგ თავს წაგაცლი. ჰაჯერ, გაჩერდი. ფამუქანიმ. მოდი თუ მაგარი ხარ, მოდი. ფამუქანიმ გაჩერდით. გაჩერდით. გაჩერდით, რას აკეთებთ? ასე რატომ ელაპარაკები, ვინ ხარ? ვინ ხარ? ღვთის გულისათვის დამშვიდით, გთხოვთ. ვინ არის ეს? შეხედე, შეხედე. ჰაჯერ ხანიმ. აქ რა ხდება? შეხედე, შეხედე, როგორ პოზირებს. რა ხდება? ხანიმ, ქალბატონო, თავს დამესხნენ, როგორც გიჟები. ეს როგორ გააკეთე? მოწმენდილი იატაკი რატომ დასვარე? ფამუქ, დამშვიდი. მოდი ჰაჯერ, ჩემს უკან დადექი. ხანიმ, ამორზე საჩივარი მაქვს. იცოდე, თვალებს დაგთხრი. გეფიცები თვალებს დაგთხრი. ფამუქ, ღვთის გულისათვის დამშვიდი. ამ სახლში ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ადრე იყო. არც იფიქროთ რამის შეცვლა. ფამუქის საქმეში ვერავინ ჩაერება. მით უმეტეს ვერავინ ვერაფერს უბრძანებს. გასაგებია, ეს ჩემი სახლია. ეს ჩემი სახლია და მე აქ ვარ. ჩემიც არის ძვირფასო ბაჰარ. ჩემიც.
ჩემი. რა თქმა უნდა ეს სახლი შენიც არის, მაგრამ მეც მეკუთვნის. და რაც უფრო მალე შეიგნებ ამას, უკეთესი იქნება. ამას შენც გირჩევ, ფამუქ. უნდა მიხვდი ამ სახლში დიასახლისი ვინ არის. არ გირჩევ. მფარველობას თხოვო საწყალ გოგოს, რომელსაც არაფერი ახსოვს. რომელიც ავადაა. მე შენ გაჩვენებ. ახლავე გაჩვენებ როგორ უნდა ფამუქანი. ფამუქანი. Özcan. Özcan. ჯერ კიდევ სკოლიდან ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. როცა მიჭირდა ყოველთვის გვერდში მედექი. არ მინდა რომ ეს ამბავი გულთან მიიტანო. ჩემთვის სულ ერთია რას ფიქრობს და რას ამბობს თარეკი. ჩვენ ხომ ვიცით ერთმანეთის ვინ ვართ. ხომ ასეა? შენი დაკარგვა არ მინდა ოსჯან. ისეთი არაფერი გაგვიკეთებია რომ შევვრცხვეს. შენმა სიტყვებმა როგორ დამამშვიდა თითქოს ტვირთი მომეხსნა. ხომ არ მოგშივდა ჰაზან? ოსჯან, ამ ვითარებამ ჭამა სულ დამავიწყა. როცა მკითხე, მაშინ მივხვდი რომ მშია. ასე არ შეიძლება ჰაზან. მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინე. შენ თუ გშია, ბავშვი როგორ გაიქნება? წამოდი ვჭამოთ. არა, სახლში წავალ და რამეს მოვიმზადებ. არ გინდა ჰაზან, თავს ნუიღლი. ბიძია სელაჰათინთან წავიდეთ. მის საცხობში ხშირად დავდიოდით, როცა სკოლაში ვსწავლობდით. გახსოვს ერთ დღეს კითხა, აქედან აღარ გავხვალთო? საცხობში წავიდეთ, ვჭამოთ და სკოლის წლები გავიხსენოთ. კარგი იქნებოდა. წამოდი. ოსჯან, ბოლო დროს ძალიან მინდა მშავე კიტრი ან რამე მწნილი. ახლა საცხობი რომ ახსენე, დესერტი მომინდა. მაგალითად ფახლავა. ხო, შემიძლია მშავე კიტრი ფახლავასთან ერთად ვჭამო. წამოდი. წამოდი. ჰაზანს უძღვნის. ნახე რას წერს. ჩემი გრძნობა შენ მიმართ ძალზე ძლიერია. გამოფხიზლდი, მხოლოდ ახლა შენიშნე. მუღალატე. როგორ შეიძლება მეგობრის ცოლს ასეთი ლექსები დაუწერო? შენ კი არ მინჯერებდი. ამბობდი ახლა მეგობრები არიანო. ოსჯან სამართლებდი, ახლა კი თვითონ წაიკითხე. მათ რომანი აქვთ. შენ კი ვერც ამჩნევდი. ეს რა არის? აზარტული თამაშები? ახლავე მომეცი. მოიცადე. გაღვიძებისას მის სახელს ჩურჩულებ. რა კარგი ხარ საყვარელო. შენ გარეშე რომ არ მტოვებ. ის გოგო მიყვარს, მხოლოდ მას ვაღმერთებ. რა კარგი ხარ სიყვარულო. ეს რა არის? სკოლის მოსწავლესავით ლექსებს წერ? შენ რა გინდა? რა საწყალი ხარ?
როგორმე უნდა გიშველო. ლექსები წინა საუკუნია. ახლა ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ურთიერთობაა საჭირო. მაგალითი ჩემგან აიღე. მეგობარს ვინ წერს ასეთ ლექსებს? იმდენად გულუბრყვილო ხარ, რომ ბოდიშსაც მოუხდი. შენი ოჯახის შესანარჩუნებლად. ნაძირალა. ამდენი ლექსი დაწერა და ყველა ჰაზანს მიუძღვნა. ერთჯერ ქვეშ ცხოვრობდი იმ ბიჭთან ერთად. შენს ცოლს ლექსებს რომ უძღვნიდა. ის თქვენს ქორწილშიც კი იყო. თან მოწმე იყო. ხო, მაგარი მოწმე გყავდა. შენ ცოლს გაუმართლა. ლექსებს უძღვნიან თან, ისინი სახეჭი რეზინის სიაფასიან შესაფუთ ქაღალდზე წერია. ყველაფრის გამოაგებ პასუხს. როგორ შეიძლება ასე მოქცევა? მოიცა, ხომ არ გაგიჟდი? ასეთი გაცოფებული თუ იმოქმედებ, უსიამოვნება არ აქცდება. ღალატი უნდა ვაპატიო? ხელს ნუმიშლი. უსიამოვნება მე კი არა, მათ ექნებათ. წარმოგიდგენია? ახლა მოვიდა და თავი დიასახლისად მოაქვს. ამდენი წელია აქ მუშაობ. რატომ გამაჩერეთ? ყველაფერს ვეტყოდი, რასაც მანზე ვფიქრობდი. შუაზე გავგლეჯდი. სეირს უჩვენებდი. ჩუმად, ფამუქანი, დაბრძანდით. უნდა დამშვიდდეთ. დაწყნარდით, გთხოვთ. თქვენ თვითონ დაინახეთ გონულხანი. რა თქმა უნდა. აისურმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. ჰაჯერი მის დავალებას ასრულებს, ფამუქ. მისი მიზანი ჩვენი შეშინება და ზეგავლენის მოხდენაა. მაგრამ არ დავნებდებით. მანიპულირების უფლება არ უნდა მივცეთ. მომთმენი ხალხი ვიქნებით. მათ წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. რაც უნდათ გააკეთონ, რაც უნდათ თქვან. ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ. ჯერჯერობით მაინც. მერე კი ვნახოთ. მერე ვნახავთ. რა იქნება მერე, შვილო? გამოჩნდება, ფამუქ. მაგრამ ჩემს სახლში დიასახლისობის უფლებას არავის მივცე. თავის ნებაზე ვერავინ იმოქმედებს. ძალიან გთხოვთ, დამიჯერეთ. კარგი. ბაჰარი მართალია, ფამუქანიმ. დამშვიდდით და მოღალატე ხაჯერის პროვოკაციას ნუახვებით. ახლა წათით პირი დაიბანეთ და დამშვიდდით. მე ბაღში გავივლი და დამშვიდდები. წადი, შვილო. გამიშვებ? დეიდა. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.